მოგესალმებით ყველას გრიმუარის არხზე და დღეს კვლავ გვექნება ტაროს საჯარო გაშლა. საინტერესო ფლორენციული ტაროს დასტით. დღევანდელი გაშლის თემა გახლავთ რა ბლოკი გაფერხებთ. ჩაიფიქრეთ კითხვა რა ბლოკი მაქვს, რა ბლოკი მაფერხებს. ცოტა ხანს ფოკუსირდით მასზე, იფიქრეთ ამ კითხვაზე და შეეცადეთ რომ წარმოიდგინოთ თქვენი ცხოვრების ის სფეროები, რომელიც თქვენი აზრით შეიძლება იყოს დაბლოკილი, რომელიც შეიძლება ფერხდებოდეს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პრობლემურად. ამ ყველაფერზე ფიქრის პროცესში შეხედეთ აქ მოცემულ 4 ვარიანტს და ამ 4 კარტიდან აირჩიეთ ერთ-ერთი. აირჩიეთ ის, რომელსაც გიკარნახებთ თქვენი გული და თქვენი შინაგანი ხმა. თუ გჭირდებათ მეტი დრო მოსაფიქრებლად, უბრალოდ დააპაუზეთ ვიდეო და შემდგომ განაგრძეთ ყურება, ხოლო მე შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, ხოლო თუ გსურთ პირად კონსულტაციებზე ტაროს სესიაზე ჩაწერა, აუცილებლად მომმართეთ პირადში. ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას Facebook პროფილისა და WhatsApp ნომრის სახით იხილავთ ეკრანზე. ხოლო თუ გსურთ ონლაინ ეზოთერული კურსების შესწავლა, ან სხვადასხვა საინტერესო მაგიური პრაქტიკების შეძენა, აუცილებლად ეწვიეთ და გაეცანით ჩვენს საიტს grimoire.g. მე კი გადავალ პირველი ვარიანტის პასუხის ახსნაზე. მაშსადამე, თქვენი ბლოკი გახლავთ პერფექციონიზმი. ეს არის ზედმეტი კონტროლი, მისწრაფება დაცულობისაკენ და შესაბამისად კრეატიული შემოქმედებითი ენერგიის შეზღუდულობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავად აფერხებს საკუთარ პროგრესს, რადგან ცდილობს, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალოს, არ რისკავს. ან ზოგიერთ შემთხვევებში იდეებს მხოლოდ საკუთარ თავში ატრიალებს და რეალურ ნაბიჯებს საერთოდაც არ დგავს. სწორედ ეს არის პერფექციონიზმი. როდესაც იმდენად ნერვიულობ, იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ იმას, რომ შედეგი იყოს იდეალური, ზუსტი, უნაკლო, მაქსიმალურად უმტკივნეულო, სასიამოვნო, კომფორტული და ასე შემდეგ, რომ ფაქტობრივად ნაბიჯს აღარც დგავ. როდესაც იმდენად გეშინია, რომ რაღაცას გააფუჭებ, რომ მაგალითისათვის ნახატზე გაგედგაბნება საღებავი, რომ ხატვას საერთოდაც აღარ იწყებ. როდესაც იმდენად გეშინია დაბალი ქულის მიღების, რომ გაკვეთილზე საერთოდ არც გამოცხადდები და ასე შემდეგ. მარტივად რო ვთქვათ, მნიშვნელოვანია რომ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, მნიშვნელოვანია რომ გამოიჩინოთ მეტი გამბედაობა, რისკიანობა და რომ მოითვინოთ გარკვეული სახის დისკომფორტები, რადგან შეუძლებელია ყველაფერი იყოს იდეალური და შეუძლებელია ყველაფერი იყოს კომფორტული. თუმცა პიროვნული ზრდა და განვითარებაც ხომ სწორედ ეს არის, რომ როდესაც გარკვეულ დისკომფორტს აღწqდები, სწავლობ მასთან ადაპტაციას ან მის კომფორტად გადაქცევას. როდესაც რაღაც გაგიფუჭდება, რომ სწავლობ ამის გამოსწორებას. როდესაც მაგალითად სცენაზე დგახარ, შეგეშლება პარტია და ისე განაგრძობ მუსიკის დაკვრას, თითქოს არც არაფერი მომხდარა და იმპროვიზაციის მეშვეობით გადაფარავ შეცდომას. თქვენი ბლოკი ეს არის განვითარებაზე, მასშტაბირებაზე, ზრდაზე უარის თქმა, იმიტომ რომ შესაძლოა ქვეცნობიერად გქონდეს იმის შიში, რომ თუ კი გავიზრდებით, გაგვიჭირდება ამ ყველაფრის კონტროლი და რა თქმა უნდა, როგორც იტყვიან ხოლმე, ნაცნობი ჭირი მირჩევნია უცნობსო. ეს ფაქტორიც ცხადია ასრულებს ძალიან დიდ მნიშვნელოვან გადამწყვეტ როლს. და კიდევ ერთი მომენტი ეს არის გამუდმებით იდეალური მომენტის, იდეალური შემოთავაზების, იდეალური შემთხვევის, შთაგონების ან იდეალური პარტნიორის ლოდინი. ხშირად მაგალითად პირად ცხოვრებასთან მიმართებით ეს არის ეგრეთ წოდებული თეთრი რაშით მოსული პრინცის ლოდინი, თეთრაშზე ამხედრებული პრინცის უпроსწორად. შეეცადეთ რომ რაც შეიძლება მალე გაუსწოროთ თვალი იმ ფაქტს, რომ ასეთი იდეალური მომენტი არ მოვა, დიდი ალბათობით არასდროს და ლოდინში მხოლოდ და მხოლოდ გაიფლანგება და გაიფანტება თქვენი შემოქმედებითი ენერგია, რომელთაც რეალურად შეიძლებოდა რაღაც უფრო დიდისა და მნიშვნელოვანის შექმნა. რჩევა და რეკომენდაცია ამ შემთხვევაში იქნება, რომ პირველი უბრალოდ მოითმინოთ რაღაცეები, გაბედოთ, რომ გადადგათ ნაბიჯები, რომ იყოთ რისკიანი, იმპულსური, მონდომებული და დაუშვათ ისიც,
რომ მეტად გამოავლინოთ თქვენი თავი, გახდეთ მეტად შესამჩნევი, თუნდაც თუ თქვენი საქმიანობა ამას ითვალისწინებს, მეტად ცნობადი, მეტად სოციალიზდეთ და ასე შემდეგ. შესაძლოა აგრეთვე ეს არკანი მიგვანიშნებდეს იმაზეც და მიგვითითებდეს, რომ კარგი იქნება ადამიანისათვის იმიჯის შეცვლა, რომ ის გახდეს მეტად შესამჩნევი, შესაძლოა ეს იყოს უფრო უცხო, უფრო ეგზოტიკური, განსხვავებული იმიჯის მორგებაც და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით იყავით გამბედავი, დაელოდებით სწორ მომენტს, გადადგით ნაბიჯები, რადგან გადამეტებული კონტროლი, უსაფრთხოება და ზედმეტად მაღალი სტანდარტების დაწესება დაგვტოვებს იმ ადგილზე, სადაც ვართ. ახლა კი გადავალ მეორე ვარიანტზე. მაშ სადამე, თქვენი ბლოკი გახლავთ იზოლაცია, ოსტრაკირება საკუთარი თავის განმარტოება ზედმეტი და თუ გსურთ ასე თქვათ დახმარების უთხოვნელობა. ამასთანავე თქვენ ბლოგს წარმოადგენს ფიქსაცია უარყოფით მხარეებსა და ასპექტებზე, ნაკლოვანებებსა და მინუსებზე. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საკუთარი თავისადმი ცუდ მოპყრობაზე, საკუთარი თავისადმი შესაძლოა ზოგ შემთხვევაში უპატივცემულობაზე, საკუთარი თავის შესაძლებლობებისა თუ მოცემულობის დაკნინებაზე და ასე შემდეგ. პირობითად ეს არ მივარგა, ამაში ვარ სუსტი, ასეთი და ასეთი ვარ და ასე შემდეგ. სურათზე ვხედავთ პიროვნებას, რომელსაც აქვს ცალი ფეხი. ხო, აი მაგალითად ეს პერსონაჟი, განდეგილი, რომელსაც ამ არკანში ვხედავთ, არის პიროვნება, რომელიც შეიძლება იყოს ფოკუსირებული თავის სწორედ ამ ნაკლოვანებაზე. და შეიძლება თქვას, რომ იცი, მე ფეხი არ მაქვს, აქედან გამომდინარე მე ვერ ვიმუშავებ. და რატომაც არა, ხომ? მართალია ეს რაღაც შეიძლება იყოს პიროვნების სისუსტე, შეიძლება ეს ნაკლოვანება წარმოადგენდეს მძიმე ტვირთს და პასუხისმგებლობას, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს არ აქვს სხვა პერსპექტივები და სხვა შესაძლებლობები, ხომ? რადგან ყველა სამუშაოს ფეხები არ სჭირდება, არის სამუშაო, რომელიც სრულდება ხელებით, არის სამუშაო, რომელიც სრულდება მხოლოდ გონებით, რომელსაც სჭირდება მეტყველება და ასე შემდეგ. ანუ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ აქ უკვე ყველაფერი არის დამოკიდებული პიროვნების მონდომებაზეც. რა თქმა უნდა, როდესაც მე ვსაუბრობ კიდურებზე, ნაკლოვანებებზე, მინუსებზე თუ ასე შემდეგ, რაც ზემოთ ვახსენე, არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით ადამიანის ფიზიკური მინუსები. აქ უფრო მეტად არის საუბარი იმაზე, რომ შეიძლება კი არა პრინციპში ყველას გვაქვს რაიმე სახის ნაკლოვანებები და მინუსები, უბრალოდ შეიძლება იმ ერთ რაღაც მინუსზე ან სუსტ მხარეზე ფოკუსირებით ჩვენ ხაზი გადაუსვათ ყველა დანარჩენ დადებით თვისებას. კი ბატონო, ის ერთი რამ ნამდვილად უარყოფითია, ნამდვილად შეიძლება იყოს ცუდი, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშა იქნება და ვაზვიადებთ, ხო, ან ზედმეტად კაცრი ვართ საკუთარ თავთან. მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ ამ უარყოფით თვისებაზე ფოკუსირდებით, ჩვენ ფაქტობრივად ამ ენერგიას ვუშვებთ და ვასხივებთ სამყაროში და მე უკვე სამყაროც შესაბამისად გვექცევა. თუ კი ჩვენი ენერგეტიკა ასხივებს ბლოკს, რომ მე არ შემიძლია, მე ცუდი ვარ, მე სუსტი ვარ, მე აი ესეთი და ესეთი ვარ, შესაბამისად ის იტყვის, რომ ნახე, ეს ადამიანი ცუდი ყოფილა, ან ეს ადამიანი სუსტია და მოდი მას აღარ მივცეთ გამოწვევები, აღარ მივცეთ პერსპექტივები, აღარ მივცეთ შესაძლებლობები და შესაბამისად ეს ადამიანი ვეღარც განვითარდება. განდეგილი აგრეთვე არის ფოკუსირება არა მარტო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ფიზიკურ ნაკლოვანებებზე, ძირითადად ეს უფრო არის ადამიანის მენტალური და სპირიტუალური სულიერი მდგომარეობა. მაგალითად, როდესაც ჩვენ ზედმეტად ვებღაუჭებით ჩვენს წარსულს, ჩვენს ტრავმებს, ჩვენს უარყოფით გამოცდილებებს და ვაძლევთ უფლებას იმ ძველ ჭრილობებს, რომ მათ მოახდინონ ჩვენი მომავლის ფორმირება, რომ გამოძერწონ ჩვენი პერსონა, ჩვენი პიროვნება, ჩვენი მომავალი, ჩვენი შესაძლებლობები და ასე შემდეგ. უნდა მოიტოვოთ წარსული უკან და უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომ თქვენი ჭრილობები არ ხართ თქვენ. რომ თქვენი ტრავმები არ არის თქვენი აწმყო, რომ თქვენი წარსული შეცდომები, ცოდვები იქნება ეს თუ მარცხები, სულაც არ არის მომავლის საფუძველი, საძირკველი ან ფესვი, საიდანაც ამოიზრდება მომავალი. მომავალი შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული იმისაგან, რაც აქამდე ოდესმე განგიცდიათ და უბრალოდ უნდა მისცეთ საკუთარ თავს ამ ყველაფრის უფლება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ადამიანი იყოს თვითმყოფადი, მაგრამ არის დამეთანხმებით ძალიან დიდი სხვაობა და ზღვარი თვითმყოფადობასა და ადამიანებისადმი უნდობლობას ან გამოკეტილობას იზოლაციას შორის. თქვენ შემთხვევაში დიდი ალბათობით გიჭირთ სხვებისათვის დახმარების თხოვნა, ან გუნდურად მუშაობა და თანამშრომლობა მათთან. შესაძლოა გიჭირდეთ ადამიანების ნდობა, რაც სავსებით ბუნებრივია, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ცხადია განაპირობებს ჩვენი წარსული, გამოცდილებები, ის რაც ცხოვრებაში გვინახავს და განგვიცდია. მაგრამ შეეცადეთ, რომ ეს ყველაფერი შეცვალოთ და დაფიქრდეთ, იქნება და რატომ არ გამოგდიოდათ თანამშრომლობა წარსულში. იქნება და რატომ ყავდა ცუდი მეგობრები, ხო, პირობითად იქნებ შენ თვითონ არ იყავი ის პიროვნება, რომელთანაც იმეგობრებდა კარგი ადამიანი. იქნებ რატომ იყავი იზოლირებული ადრე, შენ თვითონ მოგინდებოდა შენს ძველ ვერსიასთან მეგობრობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ვინმე არის ცუდი, ბოლოს და ბოლოს რა უფლება მაქვს რომ ეს თქვა, თუმცა კრიტიკულ აზრებთან მეგობრობა ვფიქრობ ისედაც არ გაკლიათ, ამიტომ 1-2 კრიტიკული კითხვა ნამდვილად არაფერს გავნებთ, მაგრამ შეეცადეთ ამოხვიდეთ ამ პოზიციიდან, დაივიწყოთ თქვენი ნაკლოვანებები და პირიქით შეხედოთ მომავალს, იცხოვროთ მომავლით, ენთუზიაზმით, სიხარულით და შემოიტანოთ უფრო მეტი ახალგაზრდული ენთუზიაზმით, თავგადასავლებით სავსე მუხტი. თქვენ გჭირდებათ რეალური ფიზიკური გამოცდილებები და არა ცხოვრება საკუთარ გონებაში, როგორც პირობითად შეიძლება ეცხოვრა ხნიერ ფილოსოფოს მაგალითისათვის. ასე არ იცხოვროთ, პირიქით, გადით გარეთ, გაიხედეთ გარეთ, გაეცანით ადამიანებს, გააცანით მათ თქვენი დადებითი თვისებები, გააცანით სამყაროს თქვენი დადებითი თვისებები და თქვენ თვითონაც აღმოაჩინეთ თქვენი დადებითი თვისებები. შესაბამისად, ყველაფერი თქვენს გარშემო გახდება მეტად დადებითი, პოზიტიური, პერსპექტიული და მარტივი. თქვენთვის მაქვს ასეთი პატარა ლოზუნგი, დევიზი ან მანტრა, როგორც გსურთ ისე უწოდეთ. ცხოვრება არ არის მუზეუმის ექსპონატი, რომ ასე ძალიან მოუფრთხილდე. დაუშვი შეცდომები და იხალისა. ახლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. თქვენ შემთხვევაში ბლოკი, რომელიც შესაძლოა ხელს გიშლიდეთ წინსვლაში, განვითარებაში, მეტწარმატებასა და ბედნიერებაში, არის ერთის მხრივ ძალიან დიდი ენერგიის მოჭარბება, მოზღვავება და ასე ვთქვათ, დიდი ცეცხლოვანი ბიძგები, რაც თითქოს და რატომ უნდა იყოს ცუდი, ხომ? გამომდინარე იქიდან, რომ ჭარბი ენერგია ცხადია, პირიქით ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ მისი გამოყენება შეიძლება ბევრნაირად. ჭარბი ენერგია ცუდია, რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რაც ვთქვათ, რომ ბევრი საწვავია ცუდი, ან ბევრი ფულია ცუდი, ან ბევრი ჯანმრთელობაა ცუდი. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა არ არის ისეთი რამ, რაც იზომება რაოდენობრივად, თუმცა მაინც. მიუხედავად ამისა, თქვენ შემთხვევაში ეს ენერგია არის შედარებით არა მუდმივი. ანუ ის არის მოცემული არა რაღაც მუდმივი ენერგიის რეზერვის სახით, არამედ უფრო მეტად როგორც თქვი, მოზღვავებების, ბიძგების, ამოფრქვევებისა და აფეთქებების სახით. შესაბამისად, ამას შესაძლოა მოსდევდეს გარკვეული საქმეების, პროექტებისა თუ მიზნების ძალიან დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით დაწყება, თუმცა შემდგომ ამ ენთუზიაზმისა და ენერგიის დაკარგვა. ამას შესაძლოა მოსდევდეს დიდი კრეატიული შემოქმედებითი აქტიური ბიძგები და შემდგომ უენერგიობა, გამოფიტულობა, დათრგუნულობა ან პესიმიზმი. ეს შესაძლოა იყოს აგრეთვე ფინანსური ენერგიის გაფანტვისკენ მიდრეკილებაც და ასე შემდეგ. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა თქვენ გჭირდებათ, რომ ისწავლოთ თქვენი ენერგიის მოფრთხილება, ენერგიის რეზერვების შევსება და მათი შენახვა და რეზერვება, გამოზოგვა. მეორეს მხრივ პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით, ეს არის ცხოვრება მომავლით, ცხოვრება იმპულსურობით და ასე შემდეგ. მართალია იმპულსურობა და ოპტიმიზმიც ასევე არის პრინციპში დადებითი თვისებები, მაგრამ ამ კონტექსტში ჩვენ გვაქვს საუბარი მშვილდოსნის უარყოფით ასპექტებზე. მშვილდოსნის არკანია ამ შემთხვევაში აქ ამოსული.
რომელიც უკავშირდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ცხოვრობს მომავლით, მაგალითად, როდესაც ის ძალიან შორს იჭრება მომავალში, ძალიან შორს იჭრება მის მიზნებში, გეგმებში, ფანტაზიებში და ასე შემდეგ. და შესაბამისად, ის ვეღარ ცხოვრობს აწმყოთი, ვეღარ ეყრდნობა წარსულს და არის არასტაბილური. მართალია, შესაძლოა გქონდეთ ძალიან დიდი როგორც აღნიშნე, შემართება და мотиваცია რაღაც საკითხებთან მიმართებით და ძალიან დიდი იმედები მომავალთან დაკავშირებითაც, თუმცა ამ ყველაფრის სტაბილიზაცია და ის რომ ხორცი შევასხათ ჩვენს ფანტაზიებსა და მიზნებს იქნება შედარებით რთული. თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი დინამიკური და აქტიური ენერგიის მქონე ადამიანები ძალიან ხშირად არიან აგრეთვე მიდრეკილი იმისკენაც, რომ გადახვდნენ მიზნიდან მიზანზე. ჯერ პირველი პროექტი არ დაამთავრონ, რომ უკვე რაღაც ახალი წამოიწყონ, რომ ისწრაფოდნენ სულ ახალი, გრანდიოზული, დიდი მიზნებისკენ და ფაქტობრივად ისეთი რაღაც გამოდის, რომ აქამდე წამოწყებული სხვა გეგმები, პროექტები, საქმეები, მიზნები თუ ურთიერთობები დიდად ვეღარც მიდის მათ სრულფასოვან ფორმამდე, მათ სრულფასოვან სახემდე გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ახალ პროექტზე გადავდივართ. ამიტომ შეეცადეთ ისწავლოთ ამ ენერგიის და ენთუზიაზმის შენარჩუნება და ეს რა თქმა უნდა არის მიღწევადი მხოლოდ და მხოლოდ დისციპლინით, წესრიგით, წესებით, რეგულაციებით და გარკვეული შეზღუდვებით. მართალია შესაძლოა ისეთი ადამიანი იყოთ, რომელიც მოდით ეს ვთქვათ, თავისუფალი სულის პატრონია, თუმცა გახსოვდეთ, რომ დისციპლინა და შეზღუდვა არ არის ყოველთვის თავისუფლების დაკარგვის ტოლფასი. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც შეზღუდვებს აწესებს შენ თვითონ, შესაბამისად თავისუფალი ხარ სამყაროს წინაშე, მაგრამ როდესაც შენ თვითონ ვერ აწესებს შეზღუდვებს, მაშინ მათ აწესებს სამყარო. სატურნის ენერგია უფრო კონკრეტულად და შესაბამისად უკვე თავისუფლება მართლაც იზღუდება. და ბოლო, მეოთხე ვარიანტი. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში ის, რაც თქვენ გბლოკავთ, გიშლით ხელს, არის ზედმეტი ჰაეროვნება, ცვალებადობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ერთის მხრივ ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან გაორებული, როდესაც ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც მას უჭირს არჩევნის გაკეთება ორ სხვადასხვა პერსპექტივას შორის. თუმცა ეს ასევე არის მისი ბუნებაც, მისი გონება, მისი ფსიქიკაც, რომელიც ასევე არის ძალიან ცვალებადი. ცვალებადი ერთის მხრივ, როგორც მაგალითად ტყუპების ნიშანი, რომელზეც ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის ორი ადამიანი ერთში, დღისით ერთი, ხოლო ღამით მეორე, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის აგრეთვე ლაბილურობა და ძალიან მაღალი მიდრეკილება გადაწყობისკენ. გადაწყობაში მე ვგულისხმობ თქვენი ენერგეტიკული ველის და შინაგანი მდგომარეობის გადაწყობას სხვადასხვა სიტუაციებზე, გარემოებებზე, ადამიანებზე და ასე შემდეგ. მაგალითად შეიძლება ძალიან მარტივად გადაგედოთ სხვისი განწყობა, სხვისი ფიქრები, დამოკიდებულებები და აზრები. შეიძლება ძალიან მარტივად მოექცეთ ინფორმაციული ან ენერგეტიკული ზეგავლენის ქვეშ სხვების მხრიდან. შესაძლოა მარტივად მოხდეს თქვენს ენერგეტიკაში ზოგ შემთხვევაში ნეგატიური მუხტის ან აურაში გარკვეული მცირე დაზიანებების შემოტანაც კი. შესაბამისად უნდა მოერიდოთ ბევრ საუბარს. არის საუბრობთ თქვენს მომავალზე, თქვენს გეგმებზე, ჩანაფიქრებზე, მიზნებსა თუ სურვილებზე, რადგან შეიძლება მარტივად მიიღოთ სწორედ ის, რაზეც ვისაუბრეთ ზემოთ. ანუ მოხდეს გადაწყობა სხვის მუხტზე, ან თქვენი ენერგეტიკის დაზიანება, შესაბამისად მიზნები ვეღარ განხორციელდება. ძალიან მარტივი ენით რო ვთქვათ, შეიძლება უბრალოდ გაითვალოთ. ამიტომ მოერიდეთ ყოველივე ამას, არის საუბრობთ ზედმეტი. მეორეს მხრივ ეს არის ბლოკი დაკავშირებული ზედაპირულობასთან. შესაძლოა გაკლდეთ ამა თუ იმ სფეროსა და საკითხში, რომელიც ჩაიფიქრეთ, ცოდნა. კი, შესაძლოა გქონდეთ ბრწყინვალე მონაცემები, ძალიან კარგი ნიჭი, ძალიან კარგი საფუძველი ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით თუ ასე შემდეგ, გააჩნიათ ცხადია ჩანაფიქრი თქვენი და კითხვა ეხება პროფესიას, პირად ცხოვრებას თუ რას, ამის და მიხედვით უკეთ მოახდენთ ამ ინფორმაციის ადაპტაციას, ეს ნიჭია, მოცემულობა თუ რა არის, რასაც ვეხებით. კარგი საძირკველია ერთი სიტყვით თქვენთან. უბრალოდ შეიძლება მას აკლდეს სიღრმე. სასურველია რომ გააღრმაოთ ეს ყველაფერი, გაიღრმაოთ ცოდნა, შესაძლებლობები, გახდეთ უფრო დახვეწილი, გაუმჯობესებული ვერსია თქვენი თავის, რომ თქვათ თუ ეხება ეს საქმეს, იყოთ ნამდვილად პროფესიონალი, რომელიც იქნება დარწმუნებული თავის თავში, რომ თუ კი ხართ თუ უბრალოდ თუ კი გაქვთ პრობლემა პირად ცხოვრებაში, ხართ ურთიერთობებში, სადაც თავს გრძნობთ გაურკვევლად, რომ გახდეთ მეტად სტაბილური, ფიქსირებული, ჩაუღრმავდეთ ამ პრობლემებს, ამოიცნოთ ისინი და ასე შემდეგ.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, უნდა მაქსიმალურად შეეცადოთ ასევე რომ გააუმჯობესოთ ისეთი უნარები, ან შეიძინოთ ისეთი რაღაც, ვიცი, ხრიკი დავარქვათ ამას თუ მიდგომები ცხოვრებაში, რომელიც ასევე გაგიმარტივებთ არჩევნის გაკეთებას, გადაწყვეტილებების მიღებას და რომელიც მოგაშვერებთ იმ დუალიზმთან, გაორებულობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. როგორც აღნიშნე, პატარა შეჯამება რომ გავაკეთოთ, პატარა რეზიუმე, თქვენი ძირითადი ბლოკი არის ცვალებადობა, ლაბილურობა, ზედმეტი ჰაეროვნება და გადაწყობისკენ მიდრეკილება, რაც ნამდვილად არ არის დიდი პრობლემა, თუ კი ამ ყველაფერზე იზრუნებთ და იმუშავებთ. ამით ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა სრულდება. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, რამდენად რეზონირდა ინფორმაცია და რამდენად მოგეწონათ ეს ვიდეო. აგრეთვე შეგიძლიათ შემომთავაზოთ კითხვები მომავალი გაშლებისა და თემებისთვისაც, რადგან არც მარტივია მარტო მოიფიქრო თემები ვიდეოებისათვის. საინტერესო თემებსა და კითხვებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩავთავ ჩვენს მომავალ ვიდეოებსა თუ სტატიებში და აქტივობაში სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. აგრეთვე გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და შეგახსენებთ თუ კი გსურთ რომ ჩაეწეროთ პირად ტაროს სესიებზე, კონსულტაციებზე, ენერგეტიკულ დიაგნოსტიკაზე შეგიძლიათ მომმართოთ პირადში ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას Facebook პროფილისა და WhatsApp-ის ნომრის სახით იხილავთ ეკრანზე. ხოლო თუ ხართ დაინტერესებული ეზოთერული შინაარსის ონლაინ კურსებით, თუ კი გსურთ ამ ყველაფრის უფრო დეტალურად, სიღრმისეულად და რაც მთავარია უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესწავლა, ან სხვადასხვა ენერგეტიკული პრაქტიკების შეძენა, ესტუმრეთ ჩვენ საიტს grimoire.g. ყველას გისურვებთ წარმატებებს და მომდევნო ვიდეომდე.